საყვარელი საქმიანობა, მუსიკა, ცეკვა, ბალეტი და სწავლა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. ადრე დავდიოდი ბალეტზე, მაგრამ გამოვედი დროის უქონლობის გამო. ბალეტი დღემდე ძალიან მიყვარს და მინდა კიდევ რომ შევიდე. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. ცეკვაში მყავს 2 მასწავლებელი, ნინო ჯიჯავაძე და ქეთო ბოლქვაძე. უფრო მხიარულია ქეთო მასწავლებელი, უფრო მკაცრია ნინო მასწავლებელი. კი არის მკაცრი, მაგრამ არის საყვარელი და სამართლიანი. ცეკვაში ყველაზე რთულია ფეხის წვერებზე დადგომა. ყველაზე ადვილია ცერებზე დადგომა. მე მაქვს ცეკვის ნიჭი და ამიტომ მინდოდა ცეკვაზე შესვლა. მქონდა ერთი კონცერტი და მალე მექნება მეორე. პირველი კონცერტი იმიტომ მომეწონა, რომ ბევრი ხალხი იყო და ტაში დაგვიკრეს. რაც მთავარია ვიცეკვე კარგად და დედიკო მაჩუკა ყვავილი. ყვავილებიდან მე ვგავარ უეკლო ვარდისფერ ვარდს. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს გრძელი ვარდისფერი და უნდა ქონდეს შავი ქამარი. მე მინდა ჩემი სოლო კონცერტი მქონდეს ბრაზილიაში. ბილეთი ეღირებოდა $50 და მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ავაშენებდი უპატრონო ძაღლების თავშესაფარს. პირადად ჩემთვის ავაშენებდი სასახლებს და ვიცხოვრებდი დედოფალს. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ვეტერინარი. სახლში მინდა მყავდეს ერთი ძაღლი, ერთი კურდღელი და ერთი სპილო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს, ჭკვიანები არიან და მასწავლებლები ძალიან განათლებულები არიან. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია რივმა ბერიძე. ყველაზე ცელქია სანდრო დიასამიძე. ჭკვიან ბავშვს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა ჭკვიანები ვართ. ეს არის ჩვენი დამრიგებლის დამსახურება. ყველაზე მშვიდია ანაბელი ყაჭეიშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი, ენერგიული და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე რუსული. საყვარელი მასწავლებელია ნარგიზ ბერძი. იმიტომ რომ ის არის ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე, ერთგული, მეგობრული, ნიჭიერი. ჩემი სკოლის დირექტორს აქებენ, მაგრამ არ ვიცნობ. დიდი სიამოვნებით გავისრომდი და დავპატიჟებდი ჩემს სახლში. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მსახიობ. მსახიობობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა ვიყო პოპულარული. ახლა მინდა ვიყო 21 წლის, იმიტომ რომ სამსახური მექნება, უნივერსიტეტში ვიქნები, ხელფასი მექნება, მეგობრებთან მეტ დროს გავატარებ. ჩემი ხელფასი მინიმუმ იქნება 10,000 ლარი. ვსწავლობ ლაღიდის მუსიკალურ სკოლაში და ვარ მესამე კლასში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა 2 ხელით პიანინოზე დაკვირვა. ნოტები ძნელი იყო, მაგრამ მერე გამიადვილდა. ჩემი მუსიკის მასწავლებელია რუსუდან გეგიაძე. ძალიან კარგი მასწავლებელია და გამიმართლა მაინდა-მაინც ის რომ მასწავლის. ყველაზე კარგი თვისება ის აქვს, რომ არ ბრაზდება. ფორტეპიანოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ფანდურზე. სიმღერაც ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი სიმღერაა ცისარტყელები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 14 წლის და ჰქვია დათა. ის არის ცელქი, მხიარული და ჭკვიანი. ჩემი აზრით, დათა რო გაიზრდება, გამოვა პოლიცია. მამიკო არის მზრუნველი, ერთგული, უშიშარი, სიმპათიური და მეგობრული. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ რაღაცეებს ჩუქნის და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის მშვიდი, საყვარელი, ლამაზი, მზრუნველი და ერთგული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. სხვათა შორის მეც გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ახლა ყველაზე კარგად გამომდის გემრიელი ყავის მოდუღება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგონას თავგადასავალს. ეს ლამაზი გოგონა, რა თქმა უნდა, ვიქნებოდი მე. ჩემი საყვარელი ფილმია ძაღლი და კატა. ჩემი საყვარელი ფილმია ჯაშუში ბავშვები. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ტელეპორტაციის სუპერ ძალა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მართა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე მართა დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მართა რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა ელენა. ჩემ შვილებს დავარქმევ ზურას და ბარბარას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი?
მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 15. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.